ჩვენ უკვე ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ იმაზე, რომ უკრაინაში ომი ეს არ არის მხოლოდ რაღაცა ლოკალური მოვლენა, ან კონტინენტური მოვლენა, არამედ სახეზე გვაქვს ცდელობა, რომ რუსეთმა სხვა ავტოკრატიულ სახელმწიფოების მხარდაჭერით ფაქტობრივად გადაწეროს საერთაშორისო ურთიერთობების დღის წესრიგი, გადაწეროს სოფლიო წესრიგი და თუ იგი ამ გზაზე წარმატებული იქნება, ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ აქამდე არსებული, ასე ვთქვათ, ლიბერალურ დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული საერთაშორისო ურთიერთობები დასასრულისკენ მიდის. ბუნებრივია, აი ესეთ მოცემულობაში, გუშინდელ, ასე ვთქვათ, გავრცელებულ ინფორმაციას და განსაკუთრებით ფორმას თუ როგორ გავცელდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ანუ რიტორიკა გუშინდელი განცხადებების იყო ის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაზეც აი თქვენს მიერ სიუჟეტშიც იყო ძალიან თვალნათლივი გავრცელებული, ასე ვთქვათ, ევროპული ლიდერების განცხადებები, ვინაიდან ჯერ კონკრეტული გეგმებზე საუბარი ძალიან ძნელია და ასეთ დროს, როდესაც ფაქტობრივად არ ხდება უკრაინის მხარის გათვალისწინება და პირდაპირ ღია ტექსტით არის საუბარი ტერიტორიების დათმობაზე ან შეუძლებლობაზე საერთაშორისო სამართლის ნორმების რეალიზაციისა, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად მოქმედებს სწორედ აი აქამდე არსებულ საერთაშორისო ურთიერთობების წესრიგზე და წყალს ასხავს პირდაპირ რუსეთის წისქვილს. ამიტომ რიტორიკა, რა თქმა უნდა, მოსაწონი ნამდვილად არ იყო, თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ის კონკრეტული, ასე ვთქვათ, ფორმა, რა შინაარს მიიღებს ეს მოლაპარაკებები და რეალურად რა ფორმულაზე შეჯერდებიან მხარეები. დიახ, აი ზუსტად ამ ნაწილში მინდა დაგისვათ შეკითხვა, ანუ რუსეთსა და უკრაინას შორის დაგეგმილ მოლაპარაკებებს ეხება ჩემი მომდევნო შეკითხვა. იკვეთება თუ არა რეალურად, აი იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც ახლა გვაქვს, რა მოვლენებსაც ვადევნებთ თვალს, სამშვიდობო მოლაპარაკებების კონტურები და რისი დათმობა შეიძლება მოუწიოს ერთი მხრივ რუსეთს და მეორე მხრივ უკრაინას აი ამ პროცესში. მესმის, რომ რაღაცა კონკრეტული გეგმის წარმოდგენა რთული იქნება, მაგრამ დაახლოებით თქვენი პროგნოზი შაბეჭდილება როგორია ამ ნაწილში? ჯერჯერობით ალბათობა სხვადასხვა სცენარის არის თითქმის თანაბარი ჩემი სუბიექტური აზრით. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ნაკლები ალბათობა არის, რომ უკრაინამ დღეს სამხედრო სიტუაციიდან გამომდინარე შეძლოს მაგალითად მოლაპარაკებების მაგიდაზე სრულად იმ ინტერესების რეალიზება, რაც მას უნდა, ეს საუბარი არის თუნდაც ომის დაწყების წინა დღეებში არსებულ სიტუაციაზე 22 წელს გულისხმობ. თუმცა ბუნებრივია უკრაინების ინტერესის სრული ნიველირება ვერ მოხდება, ამიტომ სიტუაცია საკმაოდ მრავალწახნაგოვანი და პრობლემურია, თუმცა რაღაცა ისეთ შეთანხმება უნდა მოხდეს, რასაც რუსეთი შეძლებს თუნდაც პუტინი თავის აუდიტორიასთან ყველაზე მინიმუმ სათანადოდ, ასე ვთქვათ, შეფუთვას და გაკიდვას, ხო? მაგრამ ამ მომენტისთვის კონკრეტულად რა შეიძლება იყოს ეს, განსაკუთრებით თუ ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტული უსაფრთხოების გარანტიებზე უკრაინისათვის, ძნელი საქმეა, იმიტომ რომ აქ არამხოლოდ ომის დასრულების მდგომარეობაზე არის, ხო, უშუალოდ უკრაინის, ასე ვთქვათ, ტერიტორიაზე სად გაივლის ახალი დე-ფაქტო საზღვარი, ხო? როგორი იქნება მოლაპარაკებების მაგიდაზე უშუალოდ ტერიტორიების და ოკუპირებულ ტერიტორიების საკითხი, არამედ ამის შედეგად როგორი იქნება უკრაინის ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივა, როგორი იქნება უშუალოდ უსაფრთხოების გარანტიები, რაც შეიძლება შესთავაზონ, ხო, ჩართულმა მხარეებმა. თქვენ პირველ შეკითხვაში თქვით, რომ რამდენად შეუძლია მაგალითად ევროპას ასეთი გარანტიები მარტომ შეთავაზოს. ხო, ამ ჭრილში მე ძალიან სკეპტიკურად შევხედავდი ამერიკის პირდაპირ ჩართულობის გარეშე დღეს უახლოეს პერსპექტივაში მაქვს საუბარი, ევროპას მთლიანად უსაფრთხოების უზრუნველყოფა უკრაინასთვის მარტოს გაუჭირდება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამერიკის ჩართულობა, ამიტომ ყველა მხარეს გარკვეული კომპრომისზე წასვლა მოუწევს. ბუნებრივია, ტრამპის გარკვეული რენომე და პრესტიჟი ძდევს სასწორზე ერთის მხრივ, რომ არ მისცეს საშუალება პუტინს, ასე ვთქვათ, სრულად გამარჯვებული გამოვიდეს. აი ამ შეთანხმების შემდგომ მით უმეტეს ამაზე იყო საუბარი, მაგალითად, თავდაცვის მინისტრმა, ამერიკის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ისი არ უნდა მოხდეს ამ შეთანხმების შედეგად, რომ 6 თვის შემდეგ ხელახლა განახდეს საბრძოლო მოქმედებები და რუსეთი უკეთეს პოზიციაში აგვესდეს ამ ყოველივე შედეგად. ანუ ყველა მხარე აცნობიერებს, რომ საკმაოდ პრობლემური სიტუაციაა,
თუმცა გარკვეულწილად დონალდ ტრამპის პერსონალური და ამერიკის პრესტიჟის დგას იმ რიტორიკიდან გამომდინარე, რომელიც აი ბოლო თვეების განმავლობაში ისი მხრიდან ისმოდა, რომ მან რაღაცნაირად უნდა შეეცადოს ომის დასრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ რუსეთის მხრიდან განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, დათმობები მნიშვნელოვანი არ იყო, ის ალბათ სავარაუდოდ შეეცდება აამოქმედოს ის ბერკეტები რუსეთზე ზემოქმედების, რაც დაანონსებული აქვს, ეს არის მაგალითად ენერგეტიკულ მატარებლებზე ფასების დაწევა, ეს არის უკრაინის დახმარების კიდევ უფრო გაძლიერება, კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა, ანუ იმ პერსპექტივის კაფეოდ დანახვა რუსეთისათვის, რომ საბოლოოდ რაღაცა მისი ინტერესების რეალიზაცია მოსკოვი ვერანაირ ვერც ერთ შემთხვევაში უკრაინაში ვერ შეძლებს. საერთო ჯამში ემჩნევა შტაბ-ეჭდილება, რომ ჩვენ დაახლოებით რაღაცა მივიღოთ ისეთი სურათი, როგორც მაგალითად ფინეთი გამოვიდა საბჭოთა კავშირთან ომიდან, ესეთ მეორე მსოფლიო ომის წინ, გარკვეული ტერიტორიების, ასე ვთქვათ, დათმობა მოუწია, თუმცა მას შეინარჩუნა სახელმწიფოებრიობა, შეინარჩუნა სუვერენიტეტი და როგორც სახელმწიფოდ განვითარდა, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, დღეს ის ნატოს წევრი არის, უკრაინასაც შესაძლოა გარკვეულწილად რაღაცა ესეთი სცენარი დაუდგეს. თუმცა კიდევ ერთხელ დაჩქარებულ დასკვნებს ნუ გამოვიტანთ, ბოლო-ბოლო საუბრობთ ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოზე, 35 მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყანაზე, რომელსაც დღეს ალბათ ევროპაში არა მარტო არამედ მსოფლიოში ყველაზე გამოცდილი შეიარაღებული ძალები ხავს. უკრაინაზე საუბრობ ბუნებრივია, ამიტომ უკრაინას აქვს თავისი კოზირები, რომ როგორც დიპლომატიურ ფრონტზე, ისე სამხედრო თვალსაზრისით და ის აუცილებლად შეეცდება, რომ ეს კოზირები იყოს ქმედითი ამ მოლაპარაკებებში. უბრალოდ მე კიდევ ერთხელ ხაზზე მინდა გაუსვა, რომ რიტორიკის ის ფორმა, რაც ბოლო გუშინ ჩვენ მოვისმინეთ, თუნდაც განცხადებები, რომ ღმერთმა დალოცოს უკრაინელი და რუსი ხალხი ტრამპის მხრიდან და მსგავსი რიტორიკა უკრაინისთვის ძალიან, ასე ვთქვათ, მძიმე მოსასმენი არის, იმიტომ რომ ეს არის მსხვერპლი სახელმწიფო აგრესიის და თითქმის არავინ დღეს საერთაშორისო არენაზე, განსაკუთრებით ამერიკული მხრიდან არ საუბრობს აი ამ კონკრეტულ, ასე ვთქვათ, მომენტებზე, რომ უკრაინა არის დღეს მსხვერპლი და რომ ის წინააღმდეგ ესეთი ბრუტალური აგრესია. გიორგი, თქვენ ისაუბრეთ რიტორიკაზე, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხო ამ პროცესში. ეს რიტორიკა რას ნიშნავს ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არის მაგალითად საქართველო, აი ქვეყნებისთვის, რომლებიც არიან ეგრეთ წოდებულ ნაცრისფერ ზონაში. და როგორ ფიქრობთ, დაუშვებს თუ არა ახალი ადმინისტრაცია იმას, რომ ეს ქვეყნები და პირველ რიგში საქართველო დარჩეს ეგრეთ წოდებულ რუსულ ზონაში? იცით რა არის, ჩვენ საუბრის დასაწყისში ვახსენეთ, რომ საერთაშორისო წესრიგის ტრანსფორმაციის მცდელობა ავტოკრატიული სამყაროდან დემოკრატიულ, ასე ვთქვათ, სამყაროზე შეტევა, ხო? მათ შორის ეს უკრაინის ომი ერთ-ერთი მთავარი ასეთი მოვლენა არის ამ მიმართულებით. საერთაშორისო წესრიგისთვის, იმაზე, რაზე ჩვენ ვსაუბრობთ, აი ეს რიტორიკა იმ მხრივ არის დამაზიანებელი, რომ როდესაც საერთოდ აცლი ღირებულებით, ასე ვთქვათ, შინაარს ხო და მთლიანად ძალის და რაღაცა ესეთი პირდაპირი მოლაპარაკებების გარკვეულ რაღაცა ბარტერის ფორმას ამსგავსებ ამ მოლაპარაკებებს, ხო? ეს უკვე თავისი შინაარსით მიანიშნებ იმაზე, რომ დღეს საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვანი არის პირდაპირი უხეში ინტერესი, ძალის პოლიტიკა, ასე ვთქვათ, ურთიერთ, ასე ვთქვათ, მოგების პოლიტიკა, ვინ რით შეიძლება, ასე ვთქვათ, დაინტერესო. ეს ყველაფერი რეალ პოლიტიკის, ასე ვთქვათ, სკოლის რიტორიკა არის და ასეთ სამყაროში თუ ეს ტენდენციები გაძლიერდება, მცირე სახელმწიფოებს, რომელსაც არის საქართველო, რომელიც რთულ გეოგრაფიულ მდგომარეობაში არის, ოკუპირებული ტერიტორიები გააჩნია, შიდა ესეთი პოლიტიკური კრიზისია, ძალიან ურთულებს საკუთარი ინტერესების რეალიზაციას, იმიტომ რომ თუ მხოლოდ ძალა არის მნიშვნელოვანი, ბუნებრივია ძალის თვალსაზრისით, ძალაუფლების ელემენტების თვალსაზრისით საქართველოს შესაძლებლობები უკიდურესად შეზღუდული არის, ანუ მისი შესაძლებლობები, რომ ეროვნული ინტერესები დაისვას, ასეთ სოფლიო წესრიგში უკიდურესად იკვეცება. ამიტომ ეს ყველა იმ ქვეყნისათვის, რომელიც აი დაახლოებით საქართველოსთან მდგომარეობაში იმყოფება, ძალიან სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს დღესაც და მომავალში თუ ეს ტენდენციები გაგრძელდება, კიდევ უფრო გაართულებს აი ამ მხრივ ქვეყნების მდგომარეობას.